გავიხსენოთ. ჩვენი დამოკიდებულება მასწავლებელთან. აი მაგალითად, თქვენი რომელიმე მშობელი, მასწავლებელი არის აი გიორგის მშობელი არის მასწავლებელი. ანასტასიას მშობელია მასწავლებელი, ლიზას მშობელია მასწავლებელი. აი მე ხა თქვენ გეკითხებით. თქვენ გაგეხარდებათ რომ დედა სახლში განერიულებული მოვიდეს იმის გამო რომ იქ მოსწავლეები უღირსად მოიქცნენ? გაგეხარდებათ? ხო და ვიცი რატო ვამბობ? ჩვენ თითოეულ მასწავლებელში პირველ რიგში, აი ყველაზე ძვირფასი ხო ვინ არის ჩვენთვის დედა ხო? თითოეულ მასწავლებელში იქ დედა უნდა დაინახო. ის კი არა ეს ამის მასწავლებელია, ჯერ სანამ ის საგნის მასწავლებელია, ჯერ არის ადამიანი, ჯერ არის დედა, ჯერ არის მანდილოსანი. არის ჩვენთვის უფროსი ადამიანი, უბრალოდ ყველაფერს რომ თავი დაანებო, გესმით? ესე უნდა შეხედო. ის ვიღაცის დედა, ის რომ შენს გამო გაღიზიანებული წავა სახლში, თავის შვილებს მოეწონებათ? არ მოეწონებათ. არ ურჩევნიათ შვილებს რომ გახარებული დედა მივიდეს, აი დამშვიდებული დედა მივიდეს, არ ურჩევნიათ. მეორე მხრივ, მასწავლებელიც უნდა ფიქრობდეს ამას, რომ ის ბავშვები თავისი მოსწავლეები, ესენიც შვილები არიან. ესენი მოსწავლეები კი არ არიან მარტო, ესენი შვილები არიან. და როგორც უნდა რომ მასწავლებელს, როგორც უნდა რომ მისი შვილი გახარებული დაბრუნდეს სკოლიდან, ასევე მანაც თავისი მოსწავლეები გახარებულები უნდა გაუშვას თავის მშობლებთან. ეგრე არ არის, გახარებულები უნდა გაუშვას. აი, ზოგჯერ ყოფილა ხოლმე რომ მოსწავლე აი რაღაც უსამართლობას გადააწყდება. ჩვენ ერთი გადაცემა კიდევაც გავაკეთეთ მოსწავლისა და მასწავლებლის ურთიერთობაზე და ბავშვები აქ ხშირად აღნიშნავდნენ რომ ჩვენ არ მოგწონს მასწავლებელი რომელიც უსამართლოდ გვექცევა. სიმკაცრეზე არ იყო აქ აქცენტი გაკეთებული. სიმკაცრე ძალიან კარგია თავისი დოზით და თავის ადგილზე. აქ გაკეთებული იყო აქცენტი უსამართლობაზე, რომ მასწავლებელი უსამართლოდ გვეპყრობა. მასწავლებელი ბავშვებს არჩევს. ეს საშინელი რამეა, როგორც დედამ არ უნდა გაარჩიოს ბავშვები, ისე მასწავლებელმა არ უნდა გაარჩიოს, ხო და აი ამას რო აწყდებიან ბავშვები, თვითონაც გულნატკენები არიან. ისე რომ მასწავლებელმაც ეს უნდა გაითვალისწინოს. მაგრამ ჩვენ რადგან მოსწავლეები, ჩვენი მხრიდან ის უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის არის დედა. ის არის მანდილოსანი ადამიანია, უფროსია და ასე შემდეგ.